და მით უმეტეს ამდენი წლის წინ. აქ რჩება ერთადერთი, რამდენად დამაჯერებელია, თანმიმდევრულია, არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო, თავად როგორც დაზარალებული მხარის ან მსხვერპლის მიერ გადმოცემული ინფორმაცია. გამოუპატიუროს, მაგრამ ის მოძალადე იყოს უფრო დამაჯერებელი და მას დაუჯერონ? არა, შეიძლება ახლა თუ ვერ დავამტკიცებთ, ძალიან ბევრი საქმე მქონია ასეთი. თქვენ ყავთ ვაჟიშვილი, როგორც ვიცი, მე ვაჟიშვილების დედა ვარ და ღმერთმა დაგვიფაროს, ცუდი მაგალითი მოვიტანე. ხვალ ვინმე გაბრაზდეს ჩვენ შვილებზე, ან გარკვეული მიზნით, უბრალოდ დააბრალონ მათ, რომ გამაუპატიურე, იძალადე ჩემზე. იცით, რამდენი არის ხოლმე სამწუხარო ასეთ შემთხვევებიც? ამიტომ არის, რომ სამართალი არ არის ერთი მხარის მხრიდან. რამდენი ხალი არ ამბობს, რომ გააუპატიურეს, ზუსტად იმიტომ, რომ ვერ ამტკიცებს, რომ გააუპატიურეს, იმიტომ, რომ ის უფრო გავლენიანია. და ეს საქმეების პრევენცია რომ სხვამ გაბედოს. ხო. დიახ, მესმის და ამ ნაწილში გიჭერთ მხარს, რომ ეს არ არის ნატა მებლიანის საქმემ აჩვენა, რომ საზოგადოება გაიზარდა და საზოგადოება მხარს უჭერს ყველა მსხვერპლ ქალს. ის იქნება თუ მის განცხადებასაც კი უჭერს მხარს და ეს ძალიან მომწონს.